ნურც კერპსახური იქნებით და ახლა ჩვენი ტვინი გაასწრებს რა ხა ჩვენ რა კერპსახურები ვართ სად ჩვენ ხო 21 საუკუნის მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ აგზელებს ნურც კერპსახური იქნებით ვითარცა იგი მათგანი ვინმე ვითარცა წერილარს დასხდა ერი ჭამა და სმად და აღსდგეს სიმღერა აი რას უწოდებს კერპთაყვანისმლობას რა თქმა უნდა იქ ოქროს ხბო დადგეს მაგრამ პავლე მოციქული ამ ოქროს ხბოს რატომ არ ახსენებს როგორ ფიქრობთ აი მარტო ახსენებს ამ ჭამას მასზე, იმიტომ რომ ამათ არც ეს ოქროს ხბო არ ედარდებოდათ. ეს იყო უბრალოდ საბაბი, რომ მოსე ჩაარჩამოდის, აქვნა და მოდი და დაიწყეს ესე იგი უზნეო ცხოვრების წესი დაიწყეს, მოდი ესე ვთქვა. ეს დაახლოებით რას გავს, რომ ზოგიერთი კაი ჩვენი ქრისტიანი 48 დღე რომ არხულობს აღდგომის წინს და ან შობის წინ 40 დღე და შობის ან აღდგომის სუფრაზე რომ ჩათორება ბოლომდე, აი ამას გავს. ან კიდე ჩვენ გვემართება ესე ხო რაღაც გარკვეული პერიოდი ვცდილობთ სულიერად ვიცხოვროთ, ან გახსნილდება რაღაცა და მერე ისევ ჩავეშვებით, ისევ იგივე ცოდვებში გადავგორდებით, როგორც ხო არ მინდა ვთქვა, თუმცა პეტრე მოციქული ამბობს იმ ცხოველის შესახებ და კვლავ დაუბრუნდებით იმ ჩვევას, მერე ისევ და მე გადის გავიდა 10 წელი 15 20 30 40 ეკლესიაშია და ადამიანი სადაც იყო იქ არ არის უკან არის რატო ხდება კერპთაყვანისმელია სად არის მისი კერპი კაცო მისი კერპი არის მისი ხორციელი ჰედონიზმი არის მისი კერპი რომ ისი ამოვნოს არის მისი კერპი აი ეს არის ამიტომაც სპეციალურად პავლე მოციქული არ წერს ოქროს ხბოს არ ახსენებს ჰედონიზმს ახსენებს ხორციელ სიამოვნებას ახსენებს და გეუბნება რომ კერპსახური ხარ თუ შენ ასე ცხოვრობ